საქართველოს როგორც მულტიმოდალური სავაჭრო ურთიერთობების ცენტრი გამოწვევები და შესაძლებლობების შუადერეფანში. ამ და სხვა ამბებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ევროკავშირის ელჩი მიიჩნევს, რომ ნეგატიური პოლიტიკური ტრაექტორია უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ გარემოსა და ბიზნესებზე. სამუშაო ძალის ემიგრაცია საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთი წამყვანი გამოწვევაა. ევროკავშირის კვლევით გამოწვევა სუსტი პროფესიული განათლებაც. მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა ისევ ამჯერად 6 მილიონ ლარზე მეტად გაზარდა 64 მილიონ ლარამდე. აღსანიშნავია, რომ თანხა 37 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. ტაჯიკეთიდან ფოთის სპორტის გავლით 15,000 ტონა მადნის გადაზიდვა მოხდა. მულტიმოდალური გადაზიდვით ტვირთი საბოლოოდ შვეიცარიაში ჩავა. მოგესალმებით, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო. საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. სემეკი ენგურისა და ვარდნილ ხესებისათვის წარმოების ტარიფს 1 ივლისამდე დაადგენს. მარეგულირებელმა კომისიამ საჯარო წარმოება დღეს დაიწყო. საქართველოს უმსხვილესი ხესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების საფუძველი კი ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ცვლილება გახდა. ამ ცვლილებით სემეკი ახალი ტარიფის დაანგარიშებისას ენგურისა და ვარდნილ ხესებისათვის კასკადების მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობას ახალ გაითვალისწინებს. ეს კი ხესის გამომუშავების დაახლოებით 40%-ია. ტარიფი დადგინდება მხოლოდ იმ ენერგიაზე, რომელიც არის დანარჩენ საქართველოზე მიწოდებული და ბუნებრივია ეს ენგურ ხესის დღეს არსებულ ტარიფის გაზრდას გამოიწვევს. თუმცა ცვლილების ავტორებიც და სემიკის თავმჯდომარეც ამბობს, რომ ეს ზრდა ენგურ ხესის ფინანსურ სტაბილურობას გააუმჯობესებს და ამასთან სემიკში აცხადებენ, რომ ენგურ ხესისათვის ტარიფის ზრდა საბოლოოდ სამხმარებლო ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს. ჩვენი აზრით სამხმარებლო ტარიფზე ეს ზრდა არ აისახება, რადგანაც გვაქვს გარკვეული პლუსები ვალუტის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, ასევე როგორც კაპიტალური ხარჯები, რომლებიც ენგურ ხესის გამომუშავების გაზრდას ისახავს მიზნად, ეს საშუალებას მოგცემს უფრო მეტი ენერგია იქნას გამომუშავებული და მიწოდებული. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ სამხმარებლო ტარიფები დარჩება უცვლელად, განაცხადა ცოტა ხნის წინ დავით ნარმანიამ BMG-სთან. აღსანიშნავია, რომ სემიკის ახალი ტარიფები ძალაში 2027 წლის 1 იანვრამდე იქნება. საქართველოს როგორც მულტიმოდალური სავაჭრო ურთიერთობების ცენტრი, რა გამოწვევებით და შესაძლებლობებით შეხვდა შუადერეფანი 2025 წელს. APM ტერმინალს ფოთის ორგანიზებით ამ კვირაში შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა არაერთი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სფეროს წარმომადგენელმა მიიღო. შეხვედრებზე იმსჯელეს დერეფანში არსებულ სიახლეებზე, ახალ ტვირთებზე, ასევე გამოწვევებზე, გლობალურ და თუ რეგიონულ ვაჭრობაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ ამ კუთხით არაერთი ნაბიჯი არის გადადგმული და აუცილებელია დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას, მათ შორის აუცილებელია პორტების გამტარუნარიანობის გაზრდა და ინფრასტრუქტურის განვითარება. APM ტერმინალსი ძალიან ამაყია, რომ მას პინძლობს შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მეხუთე საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციას რეგიონში, ხოლო რიგით მეორეს საქართველოში. ეს ძალიან საინტერესო რამდენიმე დღე იყო. ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია ფოთის პორტის შესახებ. დამსწრეები ბევრი ქვეყნიდან ყავდა, რომლებიც ჩამოვიდნენ შუადერეფნის შესაძლებლობების განსახილველად, როგორ შეგვიძლია კავშირების გაუმჯობესება ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, ასევე შავი ზღვის გავლით ევროპაში. ფოთი მთავარი კარიბჭეა ცენტრალურ აზიასა და კავკასიას შორის შავი ზღვის გავლით ევროპისკენ. ის ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი ჰაბია. ბურგასის პორტში მომავალ თვეში დავასრულებთ ახალი 15 ნახევარმეტრიანი სიღრმის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობას საკონტეინერო გემებისთვის. შედეგად ბულგარეთი ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ტერმინალების რუკაზე მოთავსდება. ვიმედოვნებ APM ტერმინალსის გაფართოების გეგმები სისრულეში მოვა და შესაძლოა 3 წელიწადში გვექნება დიდი ზომის ხომალდების პირდაპირი კავშირები ფოთსა და ბურგას შორის. დამატებით, გარდა ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა საჭიროა კარგი საპორტო ინფრასტრუქტურა და BMF პორტ ბურგასი ინვესტიციას დებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, ავითარებს და ზრდის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას პორტში, რაც ტვირთის სწრაფ ბრუნვას უზრუნველყოფს. ბურგასი და ფოთი შუადერეფნის მთავარი რგოლებია. ისინი აკავშირებენ ევროპას აზიასთან ფოთის გავლით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ლოგისტიკური ჯაჭვი.
რა გზავნილები გაკეთა კონფერენციაზე, რა გამოწვევებს ხედავენ სექტორის წარმომადგენლები, ვინდებს ფსონს შუა დერეფანზე და რამდენად გრძელვადიანია გაჩენილი ინტერესი. ზვიად ჩხარტიშვილი, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციული დირექტორი გვერდდება ახლა საქმის კურსში. ბატონ ზვიად, მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, თქვენ მადლობთ. ბატონ ზვიად, საკმაოდ წარმომადგენლობითი კონფერენცია გამოვიდა. ჩვენ კადრებში ხედავდით, რომ არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩამოსული, არაერთი პორტის წარმომადგენელი. მინდა მითხრათ, რა იყო ის ძირითადი ინტერესები და გზავნილები, რომელიც არის საჭირო შუა დერეფანში ეფექტიანობის გაზრდისთვის, თუნდაც 2025 წელს. ნახე საკმაოდ კარგი სიუჟეტი გამოვიდა თქვენ სიუჟეტს უყურე, ესე იგი, როგორც თქვენ მოგეხსენებათ, ABM ტერმინალსმა უკან სპინძლა შავი ზღვის პორტების და ლოგისტიკის კონფერენციას. თქვენით რომ 160-ზე მეტი დელეგატი იყო დარეგისტრირებული, არა მხოლოდ კომპანიები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები, ლოგისტიკის სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიები, როგორც ფორვარდერები, აგრეთვე ლოგისტიკის ოპერატორები და აგრეთვე სანავსადგური ოპერატორები შავი ზღვის საუბრშეს, ხო, ვარნაც პორტი, კონსტანცას პორტი, განხილული იქნა ძირითადად რა შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს დერეფანს. საკმაოდ მაღალი ინტერესი არის შუა დერეფნის მიმართ და ფოთის პორტი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე და ამ დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, წარმოადგენდა მასპინძელს. ჩვენ ყველა დელეგატის ფოთის ნავსადგურში ვიზიტი უზრუნველყოფა მოახდინეთ. ჩვენ დავათვალიერებინეთ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია, რა თქმა უნდა საუბარი იყო გამოწვევებზე. თქვენ ახსენეთ, რომ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და გამტარუნარიანობასთან დაკავშირებით ეს არის ორი მთავარი გამოწვევა, რაც არა მხოლოდ ფოთის ნავსადგურს აქვს, არამედ შავი ზღვის აუზში მოქმედ ყველა სანავსადგური ოპერატორს და აგრეთვე შუა დერეფნის აბსოლუტურად ყველა წევრ სახელმწიფოს ოპერატორებს. დიახ, თქვენ ახსენეთ ისიც, რომ გამოწვევა არის გამტარუნარიანობა და ჩვენ მოვისმინეთ ახლა ცოტა ხნის წინ ბურგასის პორტის წარმომადგენელმა თქვა, რომ ზუსტად უახლოეს თვეებში მოხდება ბურგასში ერთ-ერთი ნავმისადგომის დაღრმავება. აქ ხომ არა გვაქვს ჩვენ ჩამორჩენა საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი, ასე ვთქვათ და რამდენად დგას დღის წესრიგში აუცილებლობა, თუნდაც იგივე ფოთის პორტის პროექტის დაჩქარების, რომელსაც ვხედავთ, რომ ჯერჯერობით გაჩერებულია. დიახ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. თქვენ ვიცით, რომ ფოთის ნავსადგურს ჰქონდა საკმაოდ იმზიდველი და სასწრაფოდ აუცილებელი შუა დერეფნისთვის ფოთის სპორტის განვითარების სქემა და ჩვენ უკვე დასკვნით ეტაპზე ვართ, მაგრამ უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ოდნავ დაგვიანდა უკვე ეს პროექტი, მაგრამ ჩვენ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვართ. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება რომ ჩვენ გავჩერდეთ, როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ გაფართოება საჭიროებს, ეს არის მოცემულობა, მაგრამ აგრეთვე საჭიროებს გამკლავებას იმ მოცულობების, რომელიც გაიზარდა და ჩვენ უნდა გავცეთ გარანტიები, რომ ახსენებენ, რომ როდესაც განხორციელდა ვიზიტი, ჩვენ დავანახეთ მათ შესაძლებლობა, რომ თუნდაც არსებული ნავსადგურის მოდერნიზების ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მომატებული ნაკადის გამკმავალებას. უახლოესი ვთქვათ, 1 წლის განმავლობაში ჩვენ უკვე შევძელით, აგრეთვე დაახლოებით 1-2 წელი ჩვენ კიდევ შევძლებთ მომსახურებას და აქ არ იყო მხოლოდ საუბრები, რომ ჩვენ რას გავანახორციელებთ მომავალში არსებულიც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის. ლოგისტიკის კომპანიასთან ერთად აგრეთვე წარმოდგენილი იყო მწარმოებელი სანავსადგურო ტექნიკის წარმოებლები. ჩვენ მათ გვანახეს საკმაოდ პრეზენტაბელური იყო მათი ინიციატივები. ეს როგორ შეიძლება განხორციელდეს მოდერნიზება, თუნდაც არსებული ტექნიკის მოდერნიზებით, მოდერნიზებით ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ მეტი ნაკადი მივიღოთ. გამტარუნარიანობა გავზარდოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში არ შეიძლება მხოლოდ გამკლავება მოხდეს ნაკადებთან, უნდა მოხდეს განხორციელდეს ჩვენი პროექტი, რასაც ქვია ფოთის ნავსადგურის და ეს არის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი. როგორც მივხვდით, ჯერჯერობით ამ კუთხით რაიმე სიახლეები მოლაპარაკებებში არ გვაქვს, ხომ? გაფართოებას რაც ეხება. მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ საბოლოოდ ველოდებით ჩვენს დავრებისგან პასუხს. დიახ. ბოლო ინფორმაციები, რაც ჩემამდეც მოდის, ვხედავთ, რომ რამდენიმე ახალი სახის ტვირთის გადაზიდვა დაიტესტა, მათ შორის ფოთის სპორტის გავლითაც. ჩვენ ნახეთ, რომ კოსკოს ბლოკ მატარებელი მიიღეთ, მაერსკის მატარებელი იყო იაპონიიდან და ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის ეს მარშრუტი, რომელთაც ეს მაერსკის მატარებელმა გამოიარა. სოფმარმა დღეს განაცხადა, რომ ტაჯიკეთიდან მოახდინა ძალიან მსხვილი შეკვეთის გადაზიდვა. ზიად, რამდენად ხართ თქვენ ახლა მზად ამ ახალი ტვირთის მისაღებად და თქვენი სტრატეგია, რომელიც ბოლო წლებში გქონდათ კონტეინერიზაცია ამ ტვირთების, რამდენად რჩება დღის წესრიგში ამას, იმიტომ გეკითხებით, რომ როგორც ვიცი, შუა აზიიდან ძირითადად ნედლეულის ექსპორტირება ხდება ხოლმე და შუა აზია სწორედ ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყანა არის. დიახ, ძალიან საინტერესო არის, თუნდაც თქვენ ახსენეთ, რომ ტაჯიკეთიდან განხორციელდა
ტრანსპორტირება. ყოველთვის ჩვენ გქონდა ასეთი მოცემულობა, ძირითადად ერთი მოძრაობდა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. ახლა ნაკადი იმატებს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, რაც ჩვენი დერეფნისთვის წარმოადგენს ახალ ტვირთს. აქ არ არის საუბარი, რომ ის სახეობა ტვირთების, რომლებიც გადაიზიდებოდა ისტორიულად, უბრალოდ იმატებს. აქ ახალი ტვირთი გაჩნდა დასავლეთის მიმართულებით, ეს არის ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთები. რაც არის ჩვენი დერეფნისთვის საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობას უნდა გამოყენება. თქვენ ახსენეთ კონტეინერიზაცია, თუნდაც ძალიან კარგი მაჩვენებლები დაფიქსირდა, თქვენ იცით რომ 176%-იანი ზრდა იყო შუა დერეფანში აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმავალი კონტეინერების მატებად. 56,000 ტეუს მიაღწია დერეფანში გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა და დაახლოებით 10,000-დეც კი არ ვიყავით, იყო პერიოდი ასული და ბოლო 1 წელიწადში 176%-იანი მატება იყო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია, მაგრამ ამავდროულად ყურადსაღები არის, რომ ჩვენ ყველამ უნდა ხელი შეუწყოთ აღნიშნული დერეფნის განვითარებას. ყველა ვითარდება, ყაზახეთი ვითარდება, თურქმენეთიც ვითარდება აზერბაიჯანი. საქართველოში განვითარება აშკარად გვჭირდება. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია აბსოლუტურად ყველა მოთამაშესთან. რა თქმა უნდა, ცვლილებები არის რაღაც მოძრავ შემადგენლობაში დაემატა ლოკომოტივები, სავაგონო პარკის განახლება მიდის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქტიურები. საკმაოდ სერიოზულად ვითარდებიან ჩვენი მეზობლები და შუა დერეფნის მონაწილეობს როგორც ყველა სახელმწიფო. თქვენ ახლა ახსენეთ აი განვითარების მნიშვნელობა, ის სურვილები, რომელიც თქვათ, თუნდაც ახლა ჩან შუა აზიიდან ამ დერეფნის ათვისების კუთხით, რამდენად არის თანხვედრაში სწორედ ამ განვითარების ტემპებთან. და შესაძლებელი არა თუ არა რომ შევინარჩუნოთ თუნდაც ის სატესტო ტვირთები, რომლებიც თქვათ, წარმატებით გაიარა, ეს ტვირთები დარჩეს მუდმივად ჩვენთან. უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ალტერნატიული დერეფანი ჩვენ ყოველთვის ვიყავით და საკმაოდ კარგი ალტერნატივა ვიყავით, ჩვენ უნდა გავხდეთ მუდმივად ზრდადი დერეფანი. ამისთვის საჭირო არის არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ მოვიზიდოთ ახალი ნაკადები. თქვენ იცით, რომ რამდენიმე წლის წინ APM ტერმინალსმა წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა ყაზახეთში. ჩვენ გვინდა რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს აუხსნათ რა შესაძლებლობები აქვს მათ, იმიტომ რომ შესაძლებლობა საკმაოდ ბევრი აქვს, საექსპორტო ტვირთიც ძალიან დიდი ოდენობით გააჩნიათ. ამიტომ ჩვენ კონტეინერიზაცია გვინდა რომ კარგად განვავრცოთ, რომ ეს ტვირთი, რომელიც არის ნაყარი ტვირთი, შეიძლება მისი კონტეინერიზაცია და დაჩქარება ლოგისტიკური პროცესის. ამის გამო ჩვენი ოფისი მუდმივად კომუნიკაციაში არის ადგილობრივ მწარმოებლებთანაც, ადგილობრივ ექსპედიტორებთან და აგრეთვე ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ როგორც გადაზიდვის პროცედურებს, ასევე საექსპორტო პროცედურებს. დიახ. ზოგადად თქვენ ახსენეთ, რომ მოდერნიზაციის მნიშვნელობა და შესაძლებლობა არსებობს, რომ კიდევ გარკვეული პერიოდი 1-2 წელი მომიმსახუროთ იმ ტვირთებს, რომელიც ჩვენს დერეფანში გადმისამართება. რა გეგმები აქვს APM-ს ამ კუთხით და რას აპირებთ? რა ტიპის ნაბიჯები შეიძლება გადადგათ, რა მიმართულებით შეიძლება მიმართოთ თქვათ ინვესტიციები, რომ ეს ეფექტიანობა პორტის უფრო მეტად გაიზარდოს? დიახ, ჩვენ ერთის მხრივ უკვე პირველ ეტაპზე განვახორციელეთ ტექნოლოგიური ცვლილება, ეს იყო თვითცლადი კონტეინერების შესყიდვა და დაგეგმა მისი ოპერაციები სპეციალურად ნაყარი ტვირთებისთვის. ანუ აღარ არის თქვა შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ძველი მეთოდით მუშაობა უკვე მიმზიდველი. აქ არის გარემოს დაცვითი ფაქტორიც არის. აქ არის აგრეთვე ელექტროზე გადასვლა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დიზელის მოწყობილობა ჩავანაცვლოთ ელექტრომოწყობილობებით. ეს CO2 ემისია ჩვენ საერთაშორისო კომპანიაა, თქვენ იცით და 2040 წლისთვის დეკარბონიზაცია უნდა განვახორციელოთ. აგრეთვე ჩვენ უნდა აუწყოთ არა მხოლოდ ტვირთნაკადების ზრდას და ტექნოლოგიურ ცვლილებას, აგრეთვე ტექნოლოგიური ცვლილება დაკავშირებული უნდა იყოს უკვე ემისიებთან, რაც ეს უკვე გლობალური სტანდარტი არის. ამასთან დაკავშირებით ერთის მხრივ ჩვენ განვახორციელოთ უკვე ცვლილება, სხვა შორის ჩვენმა პარტნიორებმა ფოთის ნავსადგურში და ნავსადგურის გარშემო მოქმედმა ოპერატორებმაც განახორციელეს უკვე ტექნოლოგიური ცვლილებები, მათაც შეისყიდეს, რამდენიმე ტერმინალმა შეისყიდა უკვე თვითცლადი კონტეინერები. ერთის მხრივ ჩვენ გავამარტივეთ პროცედურა, მეორე მხრივ ჩვენ დავაჩქარეთ ლოგისტიკის პროცესი და გემების დამუშავება დაჩქარდა, რაც უკვე არსებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში ჩვენ გვაძლევს მოცულობის და აგრეთვე გამტარუნარენობის ზრდის საშუალებას. დიახ, და ბოლოს ზიად მინდა კითხოთ წლევანდელ გათვლებზეც, აი თქვენი გათვლებით APM ტერმინალსის გათვლებით რა მოცულობის ტვირთი შეიძლება წელს ვიხილოთ ფოთის პორტში? აბსოლუტურად ყველა გათვლებით და უკვე პირველმა ორთმაც გვანახა, ჩვენ ზრდას ველოდებით. ჩვენ 2005 წელი საკმაოდ ნაყოფიერი და საკმაოდ შრომატევადი გვექნება და
დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად ყველა მოთამაშეს დაექნება და ჩვენ დერეფანს 2025-ს დაუფიქსირდება ზრდა. დაახლოებით რა პროცენტზე შეიძლება ვისაუბროთ, თუ ძალიან ადრე ამას. დიახ, პროცენტებს როდესაც ვიღებთ, ხოლმე მე ყოველთვის აღნიშნავ 10 წერტილად ვთვლით 2022 წელს. რადგან ჩვენ რო შევადაროთ 2023 წლის მაჩვენებლები 2022 წელთან შედარებით 75%-იანი ზრდა იყო. ხოლო თუ შევადარებთ ჩვენ 2024 წელს 2023 წელთან 8%-იანი კლება გქონდა, მაგრამ 2022 წელთან შედარებით უკვე 52%-იანი ზრდა გვაქვს. ანუ ისტორიულად ჩვენ რომ გადავხედოთ დაახლოებით 5-7 წლის ჭრილში 350-360,000 ტეო კონტეინერზე მეც არ ამუშავებდა ფოთის ნავსადგური. დაფიქსირდა 592,000 ტეო 2023 წელს და 2024-ში 545,000 ტეო. შესაბამისად 2022 წელთან და იმ ისტორიულ მოცულობასთან შედარებით ჩვენ ახლაც კი 52%-იანი ზრდა გვაქვს. ჩვენ კვლავ დავაფიქსირებთ ზრდას, მაგრამ არ შეიძლება თქვა 10 წერტილად ავიღოთ ის 65%-იანი ზრდა, რომელიც არაპროგნოზირებადი ზრდა იყო. დიახ. კარგი, მადლობა. ზია ჩხარტიშვილი, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციული დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და მასთან ერთად საუბრობდით შუა დერეფანზე და გეგმებზე. და სხვა თემებით საქართველოს დასავლეთთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ფაქტობრივად არასდროს ჰქონია. ევროკავშირი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა იმ ძირთადი ღირებულებებისგან უკან დახევის გამო, რაზეც ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობები იყო დაფუძნებული, ევროკავშირმა თავისი დახმარებების დიდი ნაწილი შეგვიმცირა. სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან შეჩერებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ბუნებრივია დაძაბული პოლიტიკური ვითარება უარყოფითად აისახება როგორც ეკონომიკურ გარემოზე, ასევე იმ ბიზნესებზე, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, ან საქართველოს შესაძლო განიხილავენ საინვესტიციოდ. რა გავლენა აქვს დასავლეთთან გაუარესებულ ურთიერთობებს საქართველოს ეკონომიკაზე? შეფასებებით ელენე გოგბერაშვილი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ელენე, გისმენთ. ნინო, მოგესალმებით. დასავლეთთან დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ბუნებრივია გავლენა აქვს ეკონომიკაზე და ბიზნეს კლიმატზე. ამას მოწმობს მათ შორის ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების გამოკითხვის შედეგებით, რომელთათვისაც მთავარ გამოწვევას სწორედ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური არასტაბილურობა წარმოადგენს. ჩვენი რესპონდენტების ნაწილს ეჭვიეპარებათ დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ საქართველოს საინვესტიციოდ მიმზიდველი დარჩეს. მაგალითად, GLCC-ის მმართველი პარტნიორი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანას, რომელიც ისედაც არ იყო განებივრებული დასავლური ინვესტიციებით, ამ პირობებში არსებული ინვესტორების შენარჩუნებაც გაუჭირდება, რადგან მთავარი უპირატესობა, რაც საქართველოს აქამდე ჰქონდა, სწორედ დასავლეთისკენ და ევროპული ღირებულებებისგან სვლა იყო. ჩვენი ინვესტიციების დიდი ნაწილი არ იყო სწორედ ევროპული ინვესტიცია. იყო აღმოსავლური ინვესტიციების და რუსული ინვესტიციების დიდი ნაწილი, რომლებიც მოდიოდა საქართველოში სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით ევროპულ გზაზე, თორე აღმოსავლეთი და ავტორიტარიზმი იმათ ქვეყნებშიც აქვს, მათ რომ ფულის ჩადება დონებოდათ ავტორიტარულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დასავლური ინვესტიციის ჩანაცვლება კი არ არის პრიორიტეტი. პრიორიტეტია, რომ იგივე ის აღმოსავლური ინვესტიციაც მოვიზიდოთ იმ პოზიციონირებით, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით, როგორც ქვეყანა, როცა ვამბობდით, რომ ჩვენ ევროპული ღირებულებებით, ევროპული სამართლებრივი ჩარჩოთი გვექნება აქ ბიზნესის წარმოების საშუალება, რაც ნიშნავს დაცულობას, უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. და სწორედ აღმოსავლელმა ინვესტორებმა შეაჩერეს და დაიწყეს ინვესტიციების კლება საქართველოში, იმიტომ რომ ეს ჩვენი პოლიტიკური საერთაშორისო ვექტორი გაურკვეველი გახდა. სავაჭრო ურთიერთობები გაცილებით იულად დამყარებადი იყო საქართველოს გავლით, თქვათ ევროპასთან, ხო? შესაბამისად, ამით ვიყავით საინტერესო სხვა ქვეყნებისთვისაც, ანუ იგივე შუა აზიისთვის, იგივე ჩინეთისთვის და სხვა ჩვენს რეგიონში არსებული ქვეყნებით. დღეს არსებული სიტუაცია ამ უპირატესობას გვართმევს. თუ ესე გაგრძელდა და ჩვენი იზოლაციონისტური პოლიტიკა გაგრძელდა დასავლეთთან მიმართებაში, მე ვფიქრობ, რომ ვერ ვიქნებით საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა ვერც იგივე აღმოსავლური ქვეყნებისთვის რა. შესაბამისად არ ველოდები, რომ ძალიან სერიოზული ინვესტიციები წამოვა ჩვენ ქვეყანაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა საქართველოს ეკონომიკური კავშირები, როგორც ჩინეთთან, ისე ირანთან, ეს ქვეყნები ტოპ ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში მაინც არ გვხვდება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ანაკლის სპორტში ჩინური ინვესტიციის განხორციელების და ანონსების გარდა სხვა არც ერთი პროექტი ჩანს, რომელიც ჩინეთიდან დიდი ინვესტიციის შემოსვლის წინაპირობას შექმნის. რაც შეეხება დასავლეთთან გართულებულ ურთიერთობას, როგორც ბესო დამჩავაძე აცხადებს, საქართველოს დასავლეთისგან ეკონომიკურ იზოლაციაში არ მოქცეულა და თუ ასე გაგრძელდა სატარიფო ომის პირობებში საქართველოს შეიძლება ინვესტორებისთვის გაცილებით საინტერესო გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაუფუჭდა დასავლეთთან ურთიერთობა, ჩვენ არ მოქცეულობთ იზოლაციაში. არის მარტო ინდივიდუალური სანქციები პიროვნებებზე, რაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ეკონომიკური იზოლაციით, რომ ხშირად ვრცელდება რაღაცა ტელევიზორში ვისმენთ ძირითადად პოლიტიკოსები და საქართველოს ვერ გაუძლებს დასავლეთის მხრიდან იზოლაციას. კი ეს მართალია, მაგრამ არსად არ არის ეს იზოლაცია. ამიტომ იყო იანვარში 11%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომ იზოლაციაში არ არის საქართველოს ეკონომიკურად. ეხლა თუ ესე დარჩება, როგორც დღეს არის, მაშინ ის მიმზიდველობა, რაც ქონდა საქართველოს უცხოური კომპანიებისთვის დღეს ვდეაქ, ხო? რაც საქართველოში აწარმოო პროდუქცია და აქედან გაიტანო ევროკავშირის სხვა ქვეყანაში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გამო. ისე რჩება მეტიც ამ სატარიფო ომში, რომელშიც საქართველოს ჯერ არ მოყოლია და არც მოყვება ალბათ. იქით უფრო საინტერესო ხდება საქართველოს. იგივე ჩინელებისთვის უფრო საინტერესო ხდება, რომ აქ აწარმოო პროდუქცია და როგორც ქართული ისე საქართველოს არ აქვს ისე რომ თქვა დიდი რაღაც ესე თქვა შესაძლებლობები და მოცულობები რაღაცა მილიარდობით დოლარის რაღაცა ის მიიღოს ხო დიდი ჩინური ქარხანა რაღაცა, მაგრამ ნუ მცირე საშუალო ბიზნესებისთვის ეს შეიძლება ძალიან ხელსაყრელი იყოს. ამ მოცემულობით ნამდვილად რთულია თქვა რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები და მსოფლიო გეოპოლიტიკურ ველზე სად აღმოჩნდება საქართველო. ნინო. მადლობა ელენე, რა გავლენა აქვს დასავლეთთან პოლიტიკურ დაძაბულობას ეკონომიკასა და ბიზნესის გეგმებზე? ელენე კოკვირაშვილი საუბრობდა. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 17 საათი და 40 წუთზე ბრუნდებით ეთერში.